გამარჯობა, მე ვარ ლიკუნე სოჩიბაია და მე ვიმყოფები ახლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ერთი კვირა საქართველოში არ ვიქნები და თქვენც ჩემთან ერთად იმოგზაურობთ. წავედით თურქეთში და გადავიღოთ თურქეთიდან. გავჩერდით მოკლედ სტამბულის აეროპორტში, სადაც ყავა შევუკვეთეთ და აი ესეთი პატარა ყავა და ორი ნაჭერი ფახლავა დაგვიჯდა 48 ლარი. მივდივართ რიო დე ჟანეიროში, სადაც გვაქვს შეჯიბრი, რომელიც დიდად რეიტინგით არ გამოირჩევა, მაგრამ მოგვიწია ისე, რომ უნდა წავსულიყავით ამ შეჯიბრზე, ხო და მეც არ დავკარგე დრო და გადავწყვიტე, რომ YouTube-ისთვის პირველი ვიდეო ჩავწერო და თუ მეტი ვიდეო გაინტერესებთ, როგორ დავდივარ, როგორ ვიკლებ, სად დავდივარ და ასე შემდეგ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. ჩვენ ვართ პარაათლეტები, რომლებიც არიან, ესე ვთქვათ, ერთი ხელით, ან ცუდი ხელით. ხო, ან გაბჭებული ხელით. და ნუ მოკლედ ეს ადამიანებს პარა სპორტსმენები გვქვია, წარუადგენთ საქართველოს სახელს ქვეყნებს გარეთ და ზუსტად ეს ის დღეა, როდესაც ჩვენ მივდივართ შეჯიბრზე, სადაც უნდა წარუადგინოთ საქართველო და ზუსტად ახლა ვლაპარაკობდით იმ ყველაფერზე, რომ ჩვენ რომ ყოფილიყავით ჩვეულებრივი ადამიანები, საღხელიანები ამდენს ვერ მივაღწევდით. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს რაც კი შეიძლება დაემართოს, ემართება იმის გამო, რომ ესე არის უბრალოდ საჭირო და ამის გამო არ არის დეპრესიები, სტრესი და რაღაცა საჭირო, კომპლექსი განსაკუთრებით. შენ რომ დაიბადე და ხელი რომ მოგტყდა, ანუ ეგ მოხდა ექიმების დაუდევრობის გამო, ხო? აი, ყოფილა თუ არა შენ ცხოვრებაში დღე, რომელმაც გაფიქრებინა, რომ აი კიდევ კაი რომ მე ვიყავი ის, ვისაც ეგთანმა ხელი მოტეხა და გამიმართ. ხანდახან სინანული, ხანდახან ის რომ აი ეს რო არ ყოფილიყო, მე რა იქნებოდა. ასე რომ რაც იყო უფლისნებაა და აღარ ღირს იმაზე ტირილი იმაზე გოდება რომ ისე ყოფილიყო. ესეა საჭირო და ვიღებ ჩემ თავს როგორიც არის. ევრადი мотиваცია მაქვს წარმოუდგინე ჩემ ქვეყანას, იმენა საქართველოს, რაც მხარზე მაწერია ზუგზე, იმაზე წარმოუდგინე ჩემ ქვეყანას. მაისურზეც გეტყობა და ხელის სტატუებზეც გეტყობა საქართველოს როგორ გიყვარს. მაქსიმალურად ვეცდები რომ ჩვენ დროში ავაფრიალო. მე პირადად ეხლა რომ მკითხონ, რომ აი გინდა თუ არა შესაძლებელი რომ იყოს რომ აი დაიბრუნო მეოთხე. არა. აი არა, მეც ეგრე ვფიქრობ და იმდენად მიღებული ყავს უკვე შენი თავი. ვეღარ ხედავ აი მე პირადად ხა ვეღარ ხედავ ჩემთან აი მეორე ხელი. ხო, ნუ მეც მეგობრები მეხუმრებიან, რომ ორი ხელი არ გიხდება ძველ ფოტოებს რა ნახულობ. ამიტომ ადამიანებო, იყავით როლრექსში კეთილები, იყავით ადამიანები და მერე თქვენ თავსაც მიიღებთ და ყველას მიიღებთ აბსოლუტურად გარშემო და როგორი ადამიანებიც ხართ, ზუსტად იგივენაირად კარმისებურად დაგიბრუნებთ ცხოვრება ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი საბოლოოდ იღებს იმას, რასაც იმსახურებს. That's all. თურქეთში უნდა ვიყოთ 6 საათი, აქ ჯერ არის 3 საკლია 10 წუთი და 908 კლია 5 წუთი, ისე გვაქვს ფრენა. რო გავფრინდებით, ესე რო გავატკაცუნებ, უკვე ვიქნებით რიო დე ჟანეიროში. ესენი არიან ადგილობრივი აეროპორტის ტაქსისტები და როგორ დავიჯერო, რომ Uber-ზე ნაკლებ თანხას იღებენ ეს. ასე გამოიყურება ჩვენ სტუმრო გარე და ჩვენი ნომერი გამოიყურება აი ესე. ამგები საწყლები დგას, რაც თავარია, ეს კარადა. და მოდი ახლა ნახოთ როგორი ხედი გვაქვს. მე მგონი ხედით დიდად ვერ დავიკვეხნით. ვაუ. ანუ ხედი დიდი ვერაფერი, მაგრამ წავარა. და ესეც ჩვენი სხდელი წერტილი, თავისი აბაზანი და თავისი დაღლილი პატრონით. ეხლა დავისვენებთ ცოტა ხანი და მერე გავალსგარეთ სასეირნოთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი იდეაა და ძალიან კარგი იქნება, რომ საქართველოშიც ესე ცალკეთასთან მოვარე, იმიტომ რომ თუ შენ ჩადგები რიგში და ურიგოდ გასვლას მოიხურებ, აუცილებლად ვიღაცა ქართველი გაგლანძღავს და გეტყვის, რომ რიგია და რაღაცაო და საერთოდ არ ითვალისწინებენ იმას, რომ შეიძლება ან ურსულად იყო, ან შეშემო იყო, ან მოფიცი იყო, ამიტომ კარგი იდეაა მოკლედ.
ეს პირველი შეჯიბრია, სადაც ძალიან ცოტას ვარჯიშობ იმისთვის, რომ წონაში ვიყო, იმიტომ რომ ზუსტად 5 თვეა, რაც სწორად ვიყვებები, არ ვიღებ ისეთ საკვებს, რომელიც წონაში მომატებს და მივაღწია შედეგს. ეხლა თავი ისე მტკივა, აკლიმატიზაცია მოქვს და აშკარად მოქვს წნევა, იმიტომ რომ აი ამ ბიჭებს ჩვენი მოსამზადებელი პერიოდი ზუსტად ესეთია ხოლმე, ამაზე უარესიც კი. ეხლა რომ ამ ყოველფერს გავდივარ, ცოტა არ მიჯერა. სანამ შეჯიბრი ჩათავდება ხოლმე, მანამდე სისტემატიურად ვეიმზადებით როგორც ფსიქოლოგიურად, ასე ფიზიკურადაც და არ გვიწევს ბევრი სიარული. წონაობა ჩავაბარა და მე საჭმელად ჩავაბარა. 46 და 600 ვარ. ეს წონა არასდროს არ ყოფილა, ისე მარტივად და ცოტა შოკირებული ვარ. ჩავაბარე. ჩანთაში მაქვს ყველაფერი, რაც მივიღო აუცილებლად შეჯიბრის წინ. ეს არის Powerade-ის წყალი და ბანანი. აწონების მერე ჩვეულებრივ მოდივართ ხოლმე და ვჭამთ საჭმელს, რომ ენერგია აღვიდგინოთ, ხვალისთვის მოვემზადოთ, იმიტომ რომ დიდი ბრძოლები გველოდება წინ და შესაბამისად შემოკვეთე არა, ავიღე რაღაც სისულელე, რომელიც დიდად არ მომწონს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ნუ ჭამა. თავს ვარწმუნებ ხარ, რომ ძალებს მომცემს ეს საქონლის ხორცი, რომელიც ეს გამოიყურება და ვიყიდე ესეთი წვენი, რომელიც ძალიან მადის აღმძრელად გამოიყურება. შევუკეთე ხილიც, აი ეს რაოდენობა. ყველას არ შევჭამ რა თქმა უნდა, რაც დამრჩება სასტუმროში წავიღებ, მაგრამ ყველაზე მთავარი შევუკეთე პრანუი. შევუკეთე რას ნიშნავს? ვიყიდე, ყავაც მოვა და მე მგონი საკმარისია. აქ ჯერ 3 საათია და მე მგონი მთელი დღის რაციონი მივეცი უკვე. რამდენი დღე აქ ვარ და ყავა წესიერ არ დამილევია და როგორც იქნა მეღირსა. გაგვიმარჯოს ლაშა. შეიძლება თქვა ვიდეოს რო ვიღებ უკრძალავ ყველას ლაპარაკს და მივდივართ ახლა მაღაზიაში, რა ხვალისთვის მოვიმარაგოთ ის პროდუქცია, რაც მოგცემს ნახშირ წყლებს და რავი 1000 რაღაცას მე კი ვერ ვერყევი ამ ყველაფერში, მაგრამ ჩემ შეყარებული რასაც მეუბნება, როგორც გამოცდილი სპორტსმენი, ვითვალისწინებ იმ ყველაფერს და მივდივარ ახლა რომ ეს ყველაფერი შევიძინო. ეს არის შოკოლადი, ჯემი, თეთრი პური, პროტეინი და რაღაც ისეთები. ძალიან სიცხეა ამასთან ერთად ბრაზილიაში. აი 2 საათზე ქონდა აწონვა და აი ყველანაირად გავწელეთ, რომ ჩამეძინა იმას ქენი, ამას ქენი და მივხვდი, რომ დროის თემაში ძალიან ჩამორჩენილები ვიყავით და დავიძინე ეგრევე. მე მაინც საქართველოს დროით მეღვიძება და გამიჭირდა მოკლედ 2 საათამდე დროის გაყვანა. ფასები ნორმალურია რა, რაღაც ისეთი ფასები არ არის, კატასტროფა, მაგრამ არც იაფია სხვათა შორის. ხილი, ყველანაირი, თვალები მაქვს აჭრილებული, რა უნდა ვიყიდო, არ ვიცი. დღეს არის შეჯიბრის დღე და ცოტა ვხელო. რაღაცნაირი მომენტია რა, ანუ რაც არ უნდა დარწმუნებული იყოს საკუთარ თავში, როდესაც დგება ის საშეჯიბრო დღე, რაღაცნაირად პეპლები დაგფრინავენ მუცელში თუ აი რა შევადა რომ არ ვიცი რა, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ მე ვაპირებ რომ აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთო მოსაგებად, დანარჩენი მე მგონი რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ არის საჭირო რომ იყოს. ველოდები რენდომს, რენდომი ნიშნავს რომ კომპიუტერი აგდებს რენდომად სახელს და გვარს და თუ ჩემი სახელი ამოვარდა, პირობითად ჩაჩიბაიალია, მაგ შემთხვევაში მიწევს რომ წონა ჩავაბარო თავიდან 47 ჩავაბარე გუშინ. და ამის გარდა 5% მაქვს დაშვებული, ანუ შემიძლია ვიყო 59 და რაღაც, მაგრამ მე ვარ 46 და 800 და შესაბამისად არ მეშინია დაამოვიდეს. თუმცა არ მგონია, გრძნობ ხოლმე როდის უნდა ამოვიდეს და როდის არა. წავალ ვისაუზმებ, კარგად დამნაყრდები და ჩემს ბრაზილიელ მოწინააღმდეგებს გავუსწორდები ფიზიკურად.
სამხრეთ ამერიკაში ყველაზე დიდ შოპინგ მოლში მივდივართ, სადაც ვიქნებით დაახლოებით 10 წუთში. მართლა უზარმაზარი მოლია და ქალურად ეგრევე მივადექით Sephora-ს, მე და ნატა შევალთ ახლა და ვნახავთ როგორი ფასებია და რა შეიძლება ვიყიდოთ ბრაზილიაში. აი ეს პროდუქცია ყველამ ძალიან კარგად ხო იცის. მიეხედა, მაგრამ მე დამყვება ეს სულ. ხო და აქ ღირს 230 რეალი. ალბათ ვიყიდი აი ამ ფერს. ძალიან მომჭოიშ. იდეა ისეთი წითელიცაა ნახე. მაგრამ არა ეს ძალიან ბებრული ფერია. აი ამას ვიყიდი. 510 ნომერს. ეს ვიყიდე, რომელსაც დავტესტავ და ისე გაჩვენებთ, ოღონდ ამას TikTok-ზე აუცილებლად. ეს ფანქარი ვიყიდე თვალის და best of all ვიყიდე ეს. და ამის кейსი არ იყო, რომელიც მე მინდოდა ის არ იყო. ბანძები იყო დარჩენილი და რა თქმა უნდა ის არ ვიყიდე. გადავწყვიტე რომ ბევრი ფული დავხარჯე, იმიტომ რომ ვერცხლის медаლია ვიღე და ხო უნდა გავახარო ჩემი თავი რაღაცით. McDonald's-ში დავჯექით. რაც ბრაზილიაში ჩამოვედით, წესიერ საჭმელი არ გვიჭამია. ხან რაღაცა სტეიკები შემოხტენეს, რომელიც არ მოგწონდა. ხან რა სჭამდით რაღაცა სალათებს, რომლებიც მაღაზიაში იყიდებოდა და ძირითადად ხილზე ვიყავით. ერთადერთი რაც კარგი გქონდა, ეს იყო დილის საუზმე, რომელშიც ვიხდიდით $15 ყოველ დილით და $15 და იმდენი საჭმელი შევუკვეთეთ, რომ რავი. ვიყიდეს ხალხო ისეთი სასწაული ფეხსაცმელი, რომ რავი, შოქში ვარ. უმა, აქედან უნდა გავიდეთ უკვე კოპაკაბანაზე, მაგრამ გარეთ წვიმს და რანაირად გავალთ, არ ვიცი. ნატა გაგჟებულია. ზედები უნდა ვიყიდოთ უეჭველი, თორე საქართველოში არ ჩაგუშვებენ. მე ჩემი შეყვარებული უეჭველი და მშორდება ნატას თავისი და სახლიდან გააგდებს და ესე რა. ლაშეც მოდის, ჩვენი საჭმელიც მოაქვს. წავედით, ვჭამთ. თუ ქრისტეს კანდაკებასთან ვერ ადიხარ, ქრისტეს კანდაკება ჩამოდის შენთან. ძალამაზია. იყიდა ბრაზილიის დროშა. ახლა მივიდივართ, მიგვასწავლეს სად იყიდება მაისურები რა. სხვათა შორის ფასებს გვიკლებენ ძალიან. ძალიან და რაღაცა არა, მაგრამ ანუ ერთ ფასს რო გვეტყვიან, რო შევაჭრები, გვიკლებენ რა. ნაკლები არ არიან. ნახოთ ახლა ტოპები. Can you say in Georgia? Madloba. Wow! Valeu! I have 2 clients for you and you must give me a gift. One gift. Yes. რაც გინდა კარგად გესმის, ხო? ანუ საჩუქარი ჯერ ვერ გამოვტყვე, მაგრამ გამოვტყვე. მეტირება. რაღაცნაირი ემოციური არა? შევთვის ძალიან ემოციურია ეს ტალღების ხმაური. გადავიღეთ ფოტოები, მაგრამ ზერო იყოს დარწმუნებული ვარ, აი მილიონად უკეთესი ფოტოები გამოვიდა და ეხლა ვერ გამოვიდა ისეთი კარგი. მაგრამ მაინც სანაპირო სავსეა ხალხით და ცხოვრება დუხს რა. მობინექსი რო არ ყოფილიყო მართლა არ ვიცი რა გვეშველებოდა. იმიტომ რომ ინტერნეტის გარეშე ზოგადად დღევანდელი ცხოვრება რო ძალიან რთულია ვიცით, მაგრამ უკვე რო შეუძლებელია მაგასაც გავუსვათ ხაზი, იმიტომ რომ ვერც ტაქსის გამოიძახებ ინტერნეტის გარეშე და ვერაფერს. ამიტომ შეიძინეთ მობინექსი, როდესაც გადაყვეთ საზღვარს და ისარგებლოთ ყველაზე იაფი ტარიფებით. წავალთ და ნორმალურად ვივლით, იმიტომ რომ მე ცოტა ფეხები დამიშველდა და ნერვები მეშლება. მინდა რომ აქ ცხოვრობდე. ოცამდე და რა. სულ მზეები როა იმ აქ პერიოდში. აი აქ რო ცხოვრობ და დილით ოკეანის ხედი რო გაქვს პირდაპირ აქ, აი აქ რო ცხოვრობ სადღაც და იყურები და ოკეანეა წინ. ვა, არ მჯერა რომ ეხა ეს ქვიშითაა გაკეთებული. რანაირად გააკეთა კი, მაგრამ რაღაცა თაღლითობას ხომ არა აქ ადგილი. ქრისტეს კანდაკებაც როგორია? ეს არის ბრაზილიური ტრადიციული საკვები, რომელიც ის გამოიყურება. უნდა დავაგემოვნო ახლა და ვნახო როგორი გემრიელი იქნება. გემრიელად კი ჩანს, მაგრამ ვნახოთ აბა. მე ზოგადად ზღვის პროდუქტები არ მიყვარს რა, მაგრამ ეს კრევეტიც ძალიან კაია. გემრიელესია. აი, ესე გემრიელად McDonald's-შიც არ მიჭამია. ხო, ჩემი ფავორიტი ობიექტია McDonald's, მაგრამ წავედით სახლში. სახლში რა სასტუმროში. შე როგორ იტყოდი ლაშა, წითელი შეიღება? ეს რომელი ფეხბურთელია? ვინი? ყველა შენი სიყვარული როგორა? ვინი არის ძალიან მაგარი. აქაური ანუ. ხო, ჩემი ძმა. ოკ. ეხლა ვინმე მარწამაცალოს ერთ ძამს. აი ეს დაიმახსოვრეთ ზონა სული.
დილის 7 საათია. ავდივართ ქრისტეს ქანდაკებასთან. 8-ზე იღება მართალია, მაგრამ რიგი რო დავიკავოთ და რაღაცა დღეს რო ჩემპიონთა ლიგის ფინალია 4 საათზე ჩვენი დროით ფინალი იქნება და ვერ ვიყურები თვალებში. შესაბამისად გამოვედით ადრე, რომ ადრევე დავბრუნდეთ სასტუმროში და უქომაგოთ ჩვენს ხვიჩა კვარაცხელიას. ხათაშორის ტაქსი ძალიან იერფია აქ, იმიტომ რომ 20 კილომეტრში დაგვიწერა 84 რეალი. ქრისტეს ქანდაკებასთან ესე იაფად რო ადიხარ. Instagram-ზე მიდევს before after და ასევე რიოს ჰაილაითები და ვესაც ურიგებთ გადმოდით და დაათვალიერეთ, დამაფოლოვეთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ დამასაბსკრაიბოთ აქ YouTube-ზე. უნდა მივსულიყავით 10 წუთში და ეხლა გვიწერს 17 კილომეტრი უკვე კიდე გვისასვლელი რა. 17 კილომეტრი საიდან მოემატა არ ვიცი, რომ დავუწერეთ, რომ რატო დაგვიგრძელდა ოგზაო, ესე გვითხრა, რომ მეტად უსაფრთხოაო და როგორ არ მინდა, რომ ესეც ის კამერი ადამიანი იყოს, რომლებიც აქ არიან და რომლებიც ატყუებენ ტურისტებს. 3 ტაიკვანდოისტი ვზივართ და იმედია მოვერევით. ჩემგან დამოუკიდებლად რომ გადაწყვეტილებებს იღებენ ძალიან ბრაზდები ეგეთ რაღაცაებზე რა. რაღაცა კრუგს ვარ ტყავთ აშკარად და მივდივართ რაღაცნაირი გზით. ხო და ძალიან გაბრაზებული ვარ ეხლა. და მინდა რომ გავუნგრიო თავი. 8 საათზე იღება და რიგში უნდა ვიქეთ 8-ზე და 6 წუთი რო აკლია ეგრე მივალთ და ვნახოთ რამდენი ჩავდგებით რიგში. უკვე ასულები უნდა ვიყოთ და კიდე 25 წუთი გვიწერია. საერთოდ რისთვის აგვიყვანა იმ გზაზე, სადაც აგვიყვანა ვერ მივხვდი. და ძალიან ბრაზდები ახლა. გამოჩნდა ქანდაკება და ცოტა დამშვიდდი. თორე აი უკვე ამ ხელით ვლეწავდი შუშას და გადავხტებოდი მანგარია. კი არა მეშინია ეგეთი რაღაცეების ან რაღაც. უბრალოდ ბრაზდები. ვიყიდეთ ბილეთები ჩვენთვის განსხვავებული ფასებია, იმიტომ რომ დისაბილეტები ვართ. 100 რეალად ვიყიდეთ. და ავდივართ ახლა ტრეინით და ერთი სული მაქვს როდის ავალ. 2006-ში რო ვიყავი ძალიან ჭყლეტვა იყო და რაღაცა დონეზე სიამოვნება ვერ მივიღე და დღეს იმედია მივიღებ. შემოპირები რა ვართ? ხვდებით ხო? რა პატივში ვართ? წავედი. ნუ ანუ ვერ ვსხდებით აშკარად. ისეთი სასწაული ხედები იშლება აქედან, რომ რა ვიცი. ადაპტირებულია, რაც ყველაზე მთავარია. ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვინც ეტლით მოსარგებლეები არიან, მათ არ გაუჭირდებათ მოკლედ აქ ამოსვლა. ეხლა მომიწია ალბათ რავი 1 კილომეტრის გავლაც არ. ფეხით 2016-ში სუფეხით ამოვედი. ძალიან ბევრი ვიარე. ძალიან რთულია აქ რო ფოტო გადაიღო, იმიტომ რომ აი ესეთი სიტუაციაა რა. ვერ გადაიღებ ისეთ ფოტოს, რომ მარტო ჩანდე და არა აი ესეთ ბრბოსთან ერთად ესე ვთქვა. ბრუნდებით, იმიტომ რომ აქ დიდხანს გაჩერებას აზრი არა აქვს რა, ფოტოს გადაიღებ და სულ ეგაა რა, მეტი არაფერი. მივდივართ ახლა და სხვა მნიშვნელოვან ადგილებს ნახავთ სავარაუდოდ რა, თუ მოვასწარით. სავარაუდოდ ფერადკიბეებზე გავალთ რა. ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს. და ნახოთ, დრო როგორ შეგვიწყობს ხელს, ამინდი აშკარად გვიწყობს. წავედით მოკლედ. გუნდი კი ვართ ჩამოსული, მაგრამ ჩვენ სამი წამოვედით მარტო, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად სიარული არ უნდათ აშკარად. ჩვენს გუნდელებს და შესაბამისად ჩვენ მხოლოდ 3 კაციანი ტური შემოვიფარგლებით. მორჩა ჩვენი ბრაზილიური ვოიაჟი. კარგად ჩაიარა შეჯიბრმაც, კარგად ჩაიარა ყველაფერმა. არის რაღაცეები, რაც არც კარგად მთავრდება, არც ცუდად, მაგრამ ეს ყველაფერი შიდა სამზარეულოა და ამით თავს არ მოგაწყენთ. ველოდებით ახლა საკვებს, ერთადერთი მნიშვნელოვანი რაც დაგვრჩა ეს არის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც
დღეს გაიმართება და ვუყურებთ. დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიყურეთ. ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემს არხს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორიები და თავგადასავლები გელოდებათ ჩემთან ერთად. გამიხარდება თუ დამიწერთ რჩევებს, რა გავითვალისწინო, რა არა და გამიხარდება თუ მოვიპოვე თქვენი სიმპათია. მომავალ შეხვედრამდე შემდეგი გაჩერება იქნება კორეა. ჩემი ვლოგი არ არის რაღაცა კონტენტი, ჩემი ვლოგი იქნება ჩემი ყველა შეჯიბრის გადაღება, სადაც მომიწევს წასვლა. თუ იქნება დიდი დაინტერესება, რა თქმა უნდა, გადავიღებ იმ ყველაფერსაც, რასაც შეჯიბრის გარეთაც ვაკეთებ, თუმცა ამ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ გადავიღო ვიდეოები შეჯიბრზე, შეჯიბრის ადგილებზე, შეკრებებზე და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხართ, დამიწერეთ აუცილებლად კომენტარებში მოგეწონათ თუ არა ჩემი პირველი ვიდეო და აუცილებლად თითოეული თქვენგანის რჩევასაც გავითვალისწინებ და მირჩიეთ რა შევცვალო ჩემს YouTube ვიდეოებში და ამასთან ერთად აუცილებლად დამასაბსქრაიბეთ.